სახელითა მამისაითა, დადისაითა და წმინდისა სულისაითა. ორიოდე კვირის წინ შემდგომად ლიტურგიისა საუბარი ჰქონდა იმ მიდუმალებათა და საკვირველებათა შესახებ, რომელიც უხილავად აღესრულებიან საღვთო ლიტურგიაზე. ამოსავალად ამ სიტყვაში ჰქონდა წმინდა ნიფონტ პიპრელის გამოცხადება, რომელიც მას მიეცა ღმრთისაგან საღვთო ლიტურგიის ჟამს. და მერმე გაჯერებული და გაღრმავებული იყო ეს სიტყვა, არა მარტო ძველი, არამედ თანამედროვე მაგალითებითაც. როგორც უფალი გუშინდა დღეს იგივე, ასევე გრძელდება ის იდუმალებანი და საკვირველებანი საღვთო ლიტურგიებსა თუ ღვთისმსახურებებზე, რომელიც უწინ იყო. თავად ლიტურგია არ არის ადამიანური წარმომავლობის. არც ისევე როგორც წმინდა ოთხთავე ადამიანის არც გენიით, არც ინტელექტით და არც სულიერებით არ არის დაწერილი, არამედ ეს არის ჩაწერილი სახარებანი მათესაგან, მარკოზისაგან, ლუკასაგან და იოანე ღვთისმეტყველისაგან, რომლის მოწმენი თავად ეს ავტორები ესენი იყვნენ, ან უშუალოდ ხილველი, ან ეყრდნობოდნენ წმინდა გარდამოცემას, რომელიც მიიღეს მოციქულთაგან და ღვთისმშობელ მარიამისაგან. აი მაგალითად, საღვთო ლიტურგია ბასილი დიდისა. ესეც რა თქმა უნდა არის საღვთო წარმომავლობისა. რაც შეეხება იოანე ოქროპირის ლიტურგიას, რომელიც დღეს აღვასრულებდა, უმეტესად აღესრულება წელიწადის განმავლობაში, ეს არის მოკლე რედაქცია ბასილი დიდის წირვისა და ორიოდე რამ არის ამა თუ გარემოებათა გამო დამატებული იოანე ოქროპირის წირვა-ლოცვაზე. ერთხელაც წმინდათა შორის მამამან ჩვენმა ბასილი დიდმა გაკადნიერდა, ჰქონდა ეს წმინდა კადნიერება ღვთის წინაშე და ღვთისაგან ითხოვა, ესე იგი საღვთო მადლი და სიბრძნე, რათა თავისი სიტყვებით აღესრულებინა უსისხლო მსხვერპლის შეწირვა. და ღმერთმაც არ დაახანა, რომელმაც ყოველივე უწყის, როგორც ღვთისმდიდებული პავლე ამბობს, რაც კაცშია. სიზმრეულ ჩვენებაში უახლოეს ხანებში ამ ლოცვა ვედრებიდან გამოეცხადა ბასილი დიდს წმინდათა მოციქულთა თანა და ვითარცა ლიტურგოსანი, რომელიც უსისხლო მსხვერპლს სწირავდა და თანამსახურნი იყვნენ წმინდა მოციქულები. ესე იგი, ღვთისმოსავი თვალით გამოეღვიძა ბასილი დიდს და ის სწრაფად ტაძარში წასული იყო. სასწრაფოდ შეიმოსა, აღუვლინა ლოცვები ძილისაგან აღდგომისა უფალ ღმერთს და მიაშურა ტაძარს. აქ უკვე ზარით შემოქრეს, შემოკრება ხალხი ლოცვად. და აი ბასილი დიდი შევიდა სამკვეთლოში და იწყო კვეთა ტარიგისა. და რასაც ის ამბობდა საღვთო მოცემით, ზეგარდამო, იგივე წერდა გვერდით საწერი კალამი ჰქონდა და ფურცელი და ეტრატი და იწერდა ყოველივე ამას. მერმე გადავიდა, ესე იგი სამსხვერპლოდან, სამკვეთლოდან გარკვეული მოქმედებების შემდეგ, რაც შთააგონა სული წმიდამ და შევიდა დიდი გამოსვლით წმინდა საკურთხეველში და აქ განაგრძო ლიტურგია. იმგვარად, როგორადაც დღეს ჩვენ ვიცნობთ ბასილი დიდის ლიტურგიას, იგი აღუვლენდა ლოცვებს, მდელ მოქმედებდა სასულიერო პირებთან ერთად და იმავე დროს აჩქარებით იწერდა. მოხდა უჩვეულო რამ, ღვთის ნებითა და მიშვებით, როგორც ღვთის თანამგრძელთ, ასევე მრევლს მიეცა გამოცხადება და რაც ხედავენ, საღვთო ნათელი გადმოდის ზეციდან, ეფინება ჯერ სამკვეთლოს, მერვე საკურთხეველს სავსებით აღავსებს და გადადის ტაძარში და ეფინება მათ, ვინც გულს მოდგინედ დგას ლოცვად. აი ამგვარად მოსცა ღმერთმა საღვთო ლიტურგია, რომელსაც პირობითად უწოდებთ ბასილი დიდის ლიტურგიას. უფროსორი ექნება, როგორც იქ მახარებლებთან, ასევე აქაც თქვათ, არა ბასილის, ან იოანეს, ან იაკობის ჟამის სირვა, არამედ მათგან, არა მათი, არამედ მათგან გადმოცემული და ჩაწერილი. ერთი სხვა გადმოცემით ეს ხილვა გამოცხადება ლიტურგიისა და შთაგონება, ზეშთაგონება ბასილი დიდს ჰქონდა
ღვიმეში დაყუდებულს. აი ესეთი ორი რედაქცია და გადმოცემა არსებობს. დღეს სურს გავაღარმავო ის რაზედაც ორიოდე კვირის წინ ვისაუბრეთ კვლავ იმ საკვირველებებზე და იდუმალებებზე, რითაც აღსავსეა ტაძარი. ასე მაგალითად მაშამსა შინა ადრეულ შუა საუკუნეებში ერთ-ერთ უდაბნოში მონასტერში საქმე ლიტურგიის დროს უჩვეულო რამ ხდებოდა და ამას ხედავდნენ არა ნებისმიერი იქ მოსვლელი მლოცველი და მსმენელი, არამედ მხოლოდ სასულიერო პირები და კერძოდ რა ევქარისტიის კანონში ისინი ხედავდნენ რომ ზეცით გამო არწივის მსგავსება გარდა მოდიოდა და ესე იგი ჩდებოდა წმინდა ტრაპეზზე და წმინდა ძვენი იკურთხებოდა. ესე იგი ჩვენ ჩვეულებისა, როგორც ვიცი, ჩვეულებისა სული წმინდა იღებს ტრედის მსგავსებას, ასევე ცეცხლის მსგავსებას და ამ პატერიკული მოთხრობიდან ხედავთ, რომ ასევე იღებს არწივის სახებას. თქვენ იცით, რომ 4 მახარებელს 4 აპოკალიფსური სიმბოლური ნიშანი აქვს. ასე მაგალითად ლუკა მახარებელი ხართან ერთად გამოიხატება, მათე მახარებელი ადამიანის მსგავსი ანგელოზით, სახის ანგელოზით, იოანე მახარებელი არწივის სახით. იოანეს სახარება ყველა სახარებათა შორის ყველაზე ამაღლებულია განსაკუთრებულად საღვთისმეტყველო თვალსაზრისით. ესე იგი არწივი სიმბოლურად არის ზეციური ამაღლებულობის ნიშანი. სწორედ ზეცით გამო სული წმინდა გარდა მოხდებოდა იმ ხანად, იმ სავანეში, იმ უდაბნოში არწივის მსგავსებად. მაგრამ ერთხელაც მოხდა ასეთი რამ, რომ მღვდელმონაზონმა და ბერდიაკონმა, ისე როგორც თანამსახურმა მღვდლებმა ვეღარ იხილეს არწივი და შეძრწუმდნენ. მღვდელმონაზონი ეკითხება ბერდიაკონს, რამე ისეთი ხომ არ შევწოდეთ, მოდით დავფიქრდეთ, რომ სული წმინდამ აღარ იკადრა ეს თეოფანია ეჩვენებინა ჩვენთვის. ან არ გადმოსული იყო სულაც წმინდა ტრაპეზზე ევქარისტიის კანონში. როდესაც ჩაფიქრდნენ, ბერდიაკონმა უთხრა, გუშინ ერთ-ერთმა ძმამ, ანუ ბერმა, თხოვა რაღაც ნივთი, მაგრამ მე უთხარი, რომ შენთვის არ ცალიაო, რითაც დავამწუხრე ჩემი ძმა და შანს ამის გამო სული წმინდამ აღარ იკადრა გარდამოსვლა მსგავსებად არწივისა. ესე იგი მღვდელმონაზონმა განაყენა წირვიდან და როგორც კი განაყენა ბერდიაკონი მაშინვე დაეშვა სული წმინდა მსგავსებად არწივისა. რამაც გააღრმავა, დაამოწმა უფროსწორად, დაადასტურა აზრი, რომ ნამდვილად ბერდიაკონის ამ ცოდვის გამო არ ეკადრა სული. გაუქმდებით ალბათ ამდენ ცოდვებში ვარ შთაფული, სამღვდელონის, სამრევლონის და ესე იგი რა, სული წმინდის გარდამოსვლა არ ხდება. კონდაკში, რომელიც სამსახურებელი წიგნია ლიტურგიის წინეთ და მწუხცისკრის ლოცვისა, სხვა დარიგებებთან ერთად ესეც არის ნათქვამი, უბრალოდ ამით იწყება დარიგება სამღვდელო პირისა, რომელიც ემზადება ლიტურგიისთვის. მღვდელმა მწუხრიდან წმინდა ჰყოს თავითვისი. აი მაგალითად უკაცრავად თუ ცოლოსანია, სარეცელის მარხვა უნდა შეინახოს, რომ ხსნილი იყოს. იმარხულოს თუ იშვიათად წირავს, არა ხშირად. თუ მოხშირები წირავს, დღე-გამოშვებით ყოველდღიან თუნდაც კვირაში ერთხელ შეიძლება ეპისკოპოსის კურთხევით მიიღოს საცნილო საზრდელიც წინეთ ლიტურგიისა, წინასაღამოს. ეცადოს შეუფერებელი გულის სიტყვები გულიდან გააძევოს. უმეტესად დაკავებული იყოს საერთო საგნებით, წმინდა წერილის კითხვით, სულიერი მამების, პატერიკული მოთხრობების, სხვადასხვა ჰომილია ქადაგებების და ბოლოს და ბოლოს ამასთან შეასრულოს ევქარისტიის კანონი, რომელიც საკმაოდ ვრცელია, მაგრამ აქვე ივანე კრონშტადტელთან ერთად მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება, რომ მნიშვნელოვანია არა იმდენად სივრცე, რაოდენობა ლოცვების, არამედ სიღრმე, რამდენად გულითადია. სიღრმით გულისად თუ ამოსვავ ამ ლოცვებს. იმიტომ რომ უფალი ყველა შემთხვევაში ერთ რამეს თხოვს ყველას, მეტადრე ლიტურგოსაც. შვილო, მომეც გული შენი, შენი გული ნუ იქნება დაპყრობილი ამავებით ამის სოფლისათა, რომელსაც ადამიანს შთააგონებს თავადი ამ სოფლის სატანა წვდიადის ეშმაკი. ერთი სიტყვით, როგორც განაყენა ეს ბერდიაკონის სულიწმინდა მსგავსება დღესაც ალად გარდამოხდა.
ამის შემდეგ დიაკონი წავიდა უდაბნოში, მოძებნა ის ბერი, რომელმაც მისგან მოწყალება ითხოვა, დაეგო, ჩაუვარდა მუხლებში, მოკლედ და შენდობა სთხოვა და ამის შემდგომ იგი კვლავ დაშვებული იქნა საღვთო ლიტურგიაზე. მოხდა აი ბასილი დიდის ცხოვრებაში ასეთ რასმეს კითხულობ, ადრე კანკელი საკურთხეველსა და ტაძარს შორის არ იყო აღმართული. და ერთხელაც როცა ბასილი დიდი წირავდა და მისი წირვა გავდაო თანამედროვენი გადმოგვცემენ ანგელოსთა გარდამოსვლას ზეციდან დედამიწაზე. ერთ-ერთ დიაკონს თვალი გაექცა დედაკაცის მიმართ და ბირწი გულისთქმა იგრძნო. როცა ბასილი დიდმა შეხედა, დაინახა, რომ მას კეთრის ნიშნები ჰქონდა და სასწრაფოდ ესე იგი მოუხმო ამ დიაკონს, გაკიცხა, ამხილა, ესე იგი წინასწარ ცნობელობის ნიჭის ჰქონდა და გამოცხადების და გააძევა საკურთხევლიდან. ამის შემდგომ ბასილი დიდმა აღმართა, პირველი ბასილი დიდი იყო, რომელმაც აღმართა კანკელი, რომელიც ზეცას განასახიერებს. ხოლო საკურთხეველი ესა წმინდა-წმინდათა. იქ წმინდა ტრაპეზის წინ, ტრაპეზისა, რომელიც ხან ქრისტეს საფლავს განასახიერებს, საიდუმლო სერობის მაგიდას, რომელზეც აზიარა თავდაპირველად მოციქულები, წინეთ დგას სავარძელი დასაჯდომელი, მაღალი დასაჯდომელი ეწოდება, რომელიც ქრისტე მაცხოვრის დიდების საყდარს განასახიერებს. ესე იგი უწმინდესი ადგილი არის საკურთხეველი. ამის შემდგომ ბასილმა აღმართა კანკელი და ასე შემოვიდა აღმოსავლეთის, ანუ მართლმადიდებელ ეკლესიაში ტრადიცია კანკელების აღმართვის. აი მაგალითად კათოლიკებს ეს არ მიუღიათ დასავლეთის ეკლესიამ და დღემდე კათოლიკები, რომლებიც არიან წვალებლები სამწუხაროდ გვიანდელ შუა საუკუნეებამდე იყვნენ მართლმადიდებლები, შემდეგ უღალატეს მართლმადიდებლობას და ჩავარდნენ კათოლიკურ წვალებლობაში. მან შობა თავის მხრივ, მერე პროტესტანტიზმი, სადაც დღეს 1000-ზე მეტი სექტაა, წარმოიდგინეთ პროტესტანტიზმის სიარში. და ეს გახლეჩვა და განცალკევება და განხოლოება არ დამთავრდება ქრისტეს დიდების დაბრუნებამდე. როგორც ჩვენ გახსენებული ბასილი დიდი ამბობს, ყოველგვარი განხეთქილების და მწვალებლობის, ანუ სექტანტობის საფუძველი არის უმეცრება ან ამპარტავნება, ან ორივე ერთად და არც ერთი აკლიათ მწვალებლებს და არც მეორე. ასეთი რამაც არის აღწერილი ეკლესიის ისტორიაში. კერძოდ ეს მოხდა მე-19 საუკუნეში ვალაამის მონასტერში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაწინაურებული მონასტერია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტრებში. სხვათა შორის, აი დღეს რომ კიევ-პეჩორის მონასტერი დაიპყრეს განხეთქილებაში მყოფებმა, რომელიც ეკუმენურმა პატრიარქმა კონსტანტინოპოლს მისცა თითქოს ავტოკეფალია ერთგვარი, თუმცა არა პატრიარქის ყოლის უფლებით, არამედ მიტროპოლიტი დაუსვა, რომელიც თვითონ ბართლომეოსი არის მწვალებელი, ეკუმენისტი და წირავს მწვალებლებთან ერთად, მათ შორის შამანებთან, მუსლიმებთან საერთო შეკრება როცა ყოფილა და ასე შემდეგ და ჩვენთვის ის ავტორიტეტს არ წარმოადგენს. გულახდილად, აი პირადად ჩვენთვის. ის არის მწვალებელი პატრიარქი. აი ასეთმა პატრიარქმა მისცა ავტოკეფალია, რითაც შეიტანა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილება. განხეთქილების მოქმედ კათარებს სხვანაირად უპყრია დღეს მათ შორის წაართვეს მართლმადიდებლებს უმეტესი ტაძრები, მონასტრები, სავანეები, უდაბნოები და ესე შემდეგ. მათ შორის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი კიევ-პეჩორის ლავრა, რომელსაც იყო წინასწარმეტყველება საუკუნეების წინ. ასევე შედარებით ჩვენი თანამედროვე მამების წინასწარმეტყველებებიც გვაქვს ამის შესახებ. მაგალითად ნიკოლოზ სალოსი, რომელიც წარმოშობით სხვათა შორის უკრაინელი იყო, მაგრამ იყო მართლმადიდებელი და დარჩა ერთგული მართლმადიდებლობისა გასული საუკუნის 60-ან 70-იან წლებში მოღვაწეობდა, რომელმაც იწინასწარმეტყველა ის, რაც დღეს ხდება უკრაინაში. როგორ იპყრობენ ურიები უკრაინას. როგორ ხდება გაწმეტა უკრაინელი ხალხისა, რომლებიც რუსებთან და ბელორუსებთან ერთად არიან უახლოესი სისხლისმიერი ნაცავი, აღმოსავლეთის სლავები. ესეც არ არის ყველაფერი. ვალაამი რომ ვახსენეთ, ასეთი წინასწარმეტყველება არსებობს, როდესაც კიევ-პეჩორის ლავრას დაეუფლებიან მიმძლავრებით განხეთქილების მოქმედი, ღმერთი მადლს აიღებს მისგან და ეს მადლი სისავსით გადავა და მიემატება ვალაამის სავანეს, რაც ჩვენს თვალწინ
ხდება. ეს ჩვენ რომ ვიცოდეთ. მოკლედ, მაშამსა შინა მე-19 საუკუნეში კი ასეთი რა მოხდა. იყო ერთ-ერთი სქიზმატი, განხეთქილების მოქმედი რასკოლნიკი, კერძოდ მასწავლებელიც კი რასკოლნიკებისა ცნობილი, რომელიც მათ ზურგი აქცია წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიას, განიკითხავდა მას ცილ-სამებთან და ასე შემდეგ. მოხდა ერთხელაც ისე ღვთის მიშვებით, რომ იგი შევიდა მართლმადიდებელთა ლიტურგიაზე და იხილა გასაოცარი რამ. ანგელოზთა გარდამოსვლა იხილა ეკლესიაში და როგორ გალობდნენ ლიტურგიის ჟამს. ამან გადამწყვეტი მნიშვნელობა გავლენა მოახდინა მასზე, უარყო რასკოლნიკობა შეაჩვენა და დაუბრუნდა წმინდა ეკლესიას, მართლმადიდებელ ეკლესიას. და ბოლო ჟამს ღრმა სიბერეთზე მოღვაწეობდა ვალაამის მონასტერში. ერთხელაც მოხდა ისე, უკვე მართლმადიდებელი იყო და მართლმადიდებელთა წირვაზე არ ვიცი რატომ შემოვიდნენ ფინელი პროტესტანტები. მან რომ დაინახა ეს პროტესტანტები და დაივიწყა რომ თავად ერთდროს იყო განხეთქილების მოქმედი, განიკითხა გულში და დაამცირა. ამის გამო ღმერთმა ის მადლი აიღო და იგი წირვაზე ვეღარ ხედავს ანგელოზებს. ძალიან განიცადა, თითქმის თვეზე მეტი იყო ღრმა სინანულში. ამ განკითხვის გამო ბოლოს ღმერთმა შენდობა მისცა და ნიშნად იმისა, რომ შეუნდო დაუბრუნა მადლი, კვალად ეხილა ზეციური ანგელოზები ლიტურგიის ჟამს და მოესმინა მათი გალობა და ესრეთ იყო მის გარდაცვალებამდე. სერგი ტროიცკის ლავრის წინადვრის თანაშემწე ერთ-ერთი არქიმანდრიტი ანტონი ესეთ უჩვეულო რას მეყვება. ერთხელაც წირვა მიმდინარეობდა უკრაინის ერთ-ერთ ქალაქთან, ხარკოვთან ახლო მამათა მონასტერში და იქ იყო ვინმე მღვდელმონაზონი სხვა მამებთან ერთად ილიოდორი. წირვის დროს ევქარისტიის კანონში, როდესაც ბერები გამოვიდნენ გალობლები შუა ტაძარში და გალობდნენ გიგალობ შენ, გაკურთხებ შენ, ჩვენ მამ გალობლებაც აღავლინეს ეს საგალობელი დღეს, ამ დროს ეს მღვდელმონაზონი ილიოდორი დაემხო მუხლებზე და დაიწყო გოლამოსკვნით სრულიად უჩვეულო სიტყვების არხო, რომელიც ლიტურგიაში არ შედის, ასეთი ლოცვა არ არის ლიტურგიაში. დაგვედრით შენ, ანუ გევედრებითო შენ ღმერთო. ამის შემდეგ ილიოდორმა ხმა დაკარგა, დამუნჯდა და დაკარგა სმენა. ერთი კვირა ის იყო ყრმუნჯი და როდესაც მომავალ კვირა დღეს ჩვეულებისაებრ მოვიდა ტაძარში ლიტურგიაზე და ეზიარა, მას დაუბრუნდა როგორც სმენა ესეთ მეტყველების უნარი. და აი მამები დაეკითხნენ, რა დაგემართავ, რატო დამუნჯდი, რატო დაყრუნდი, ანაიხლა როგორ მოიღე ეს ხმას და სმენასო და მან მოუთხო, როდესაც მეტანია გავაკეთე ამ საგალობელს ბერებისა, გიგალობ შენ და გაკურთხებ შენ, მოულოდნელად თავი რომ ალწიე მივხედე საკურთხეველს და წმინდა ტრაპეზზე დავინახე ანგელოზთა დასი და დავინახე როგორ გადმოვიდა ზეციდან ღვთაებრივი ცეცხლი, ხელწუხნელი ცეცხლი, მოეფინა ტრაპეზს, ლიტურგოსან მღვდელს, თანამსახურებს, ესე იგი სამკვეთლოს, მერმე გამოვიდა საკურთხევლიდან და მიეფინა ტაძარში მდგომთ, მაგრამ არა ყველაში შევიდა ის. მიეფინა ყველას, მაგრამ შევიდა არა ყველაში. ვინც არა გულისხმიერად, არა გულის სიღრმით ლოცულობდნენ, მათში ეს ღვთაებრივი ცეცხლი, ანუ მადლის სული წმინდა არ შესულა. ჩვენ მსგავსი მაგალითი მოვიყვანეთ ორიოდე კვირისში, როცა საუბარი ჰქონდა იდუმალთა და საგვირელთა შესახებ. ეს შეტანილი იქნა ეკლესიის ისტორიაში, ეს გამოცხადება. მერმეთ ადრეულ შუა საუკუნეებში, მეოთხე საუკუნეში, კერძოდ დასაწყისში მეოთხე საუკუნისა, ასეთი უჩვეულო რამ მოხდა ბიზანტიის ერთ-ერთ პატარა ქალაქის ტერაკუსის მახლობლად, რომელიღაც სოფელთან გონაბანთან, სახელით გონაბანთან, სადაც პატარა ყრმები, ბავშვები პირუტყვს წევსავდნენ. და აი მათ გადაწყვიტეს, რომ გაეთამაშათ ლიტურგია. ყველა ისინი ეკლესიური მორწმუნეები იყვნენ, მშობლების ბუნებრივი ასეთი ჰყავდათ, მაშინ აყვავებას განიცდიდა ჩვენი სარწმუნოება, დღევანდელისაგან განსხვავებით და დაჰყავდათ ისინი წირვა ლოცვაზე და მათ კარგად იცოდნენ წირვა ლოცვა.
არა მარტო სიტყვები, საგალობლები, არამედ მღვდელმოქმედებანი როგორ აღესრულებინა. ამიტომ მათ შეარჩიეს მინდორში ერთ-ერთი დიდი ქვა, რაც შეიძლებოდა დიდი ქვა, მოიტანეს სახლიდან მცირეოდენი სისხლისფერი ღვინო, სეფისკვერი და დაიწყეს ლიტურგიის გათამაშება. მანამდე ამოარჩიეს ერთი ეპისკოპოსად, ორი მღვდლად, სხვები მგალობლებად, ვით მნათეებად და შეუდგნენ ლიტურგიას, ზედმიწევნით ასრულებდნენ. და როდესაც ევქარისტიის კანონი დაიწყო და სული წმინდის მოწვევის ლოცვები წარმოსთქვეს, რომელიც დღეს მღვდლებმა წარმოთქვით სამღვდელო დიაკონთან ერთად, მოულოდნელად დიდი ქუხილით და სათქით ზეციდან გარდა მოხდა ცეცხლი და დაწვა არა მარტო სეფისკვერი და სისხლისფერი ღვინო, არამედ ქვაც კი, ხოლო შეშინებული ყრმები უგონოდ დაცვიდნენ აქეთ-იქით. თითქმის საღამომდრე უგონოდ ეყარნენ მიწაზე. და რა გიშინ არ დაბრუნდა, არც შვილები და არც პირუტყვი მშობლებმა ბუნებრივია ძებნა დაუწყეს და აი ნახეს სწორედ ამ მინდორში, სადაც გასაოცარი სახილველის მოწმენი შეიქმნენ. საღამო ხანს ბავშვებს გონება დაუბრუნდა და აი მშობლები ეკითხებიან, რატომ ეყარნენ დილიდან საღამომდე მინდორში და რატომ არ მიაქციეს ყურადღება პირუტყვს, რომელიც გაიბნა ამასობაში შეშინებული ამ ხმაზე და ცეცხლზე. და მაშინ ბავშვებმა ერთ ხმად, ერთ მამად მოუყვნენ თუ რა მოხდა ლიტურგიის შანს, რომელიც მათ გაითამაშეს. ამას შორიდან უყურებდა ერთ-ერთი გადმოცემით ეპისკოპოსი, სხვა გადმოცემით მშობლებმა იახლენ ბავშვებთან ერთად ეპისკოპოსს და მოუთხეს, რაც მოხდა. ეპისკოპოსმა ეს უჩვეულო ღვთიურ მოვლენად მიიჩნია, ამიტომ ისინი, ვინც სასულიერო პირებად გამოირჩიეს ბავშვებმა ეპისკოპოსად და მღვდლებად, ისინი დატოვა საეპისკოპოსო სახლში, ზრდიდა მათ, ასწავლიდა ღვთის სიტყვას, თანამსახურებად ყავდა საღვთო ლიტურგიასა და ასე მოხდა ღვთის განგებულებით, რომ ვინც ბავშვობაში ეპისკოპოსად შეარჩიეს, ის მართლაც ეპისკოპოსი შეიქმნა. ერთ-ერთი გადმოცემით ეს წმინდა ეპისკოპოსი არის ათანასე დიდი ეპისკოპოსი ალექსანდრისა, რომელიც უდიდესი მამაა მამათა შორის. ხოლო ის ორი მღვდელი მართლაც პრესპიტერი, ანუ მღვდელი შეიქმნა და ეს დანარჩენი ბავშვები, ზოგი მგალობელი იყო, ზოგი მნათე იყო და ასე შემდეგ. ასეთი იდუმალებანი და საკვირველებანი ხდება საღვთო ლიტურგიის დრო და მე მხოლოდ წირი მაგალითები მოვიყვანე. ასეთი არის ზღვარაოდენება. აი გუშინ რომ გადავავლე თვალი მაგალითად ღვთის სიტყვის მქადაგებელთათვის სიმფონიას, ვინც ღვთის სიტყვას ქადაგებს, დამხმარე ლიტერატურაა. ასეთი მსგავსი ლიტერატურა მადლობა უფალს ძალზე ბევრი მაქვს. და თავადაც ვსაჯდოვ და ძალისერ ვცდილობ ჩვენებრივლის ვასაჯდო. იქ გარდა მაგალითებისა მრავალი სხვა მაგალითიც მოვიყვანე. თუ როგორ ხედავდნენ ერთი ცეცხლ, მაგალითად აბასილი დიდის მოწაფე ანასტასი მღვდელი, როგორ მთელი წირვის განმავლობაში ცეცხლში იყო გაყვანილი, არა მარტო ტრაპეზი და საკურთხეველი, არამედ თავად ანასტასი. იყვნენ ისეთი მღვდლების, გაგიკვირდებათ ალბათ, გაგეღიმებათ კიდეც, რომ აი ერთ-ერთი მღვდელი იყო, რომ დილით რომ დაიწყებდა წირვას, ზოგჯერ დროზე ამთავრებდა და ზოგჯერ წუხრამდე საღამომდე ვერა მრევლი იტანჯებოდა. მე ხომ მყავხარ დატანჯულები, ქადაგები, მაგრამ ისინი უარესად იტანჯებოდნენ. დილიდან ხშირად საღამოს 5 საათამდე, 7-მდეც კი იდგნენ და ელვებდნენ. დიდი ჟულის კანონის მიხედვით საღამოთი ლიტურგიის აღსრულება გალდა ლიტანიობისა არეგების. ანუ ფორმალურად ჟულის კანონი ერღვეოდა, მაგრამ სული წმინდა სადაც სურს, იქ სუნთქავს. როგორც წმინდა წერილი ამბობს. და რატო ხდებოდა ასე? ერთხელ ორჯერ ბევრს შეწუხდა მრევლი და უჩივლეს ეპისკოპოსთან. ხოც ხომ არ აპირებს გავს რას. წმინდა წერილიდან აქედანვე გიპასუხეთ, ლეწავ ხარს პირს მოაუკრავთო. მოდის და რა ვქნა საყვარელო. ცდილობ ზოგჯერად ძალიან მოკლე იყოს, მაგრამ არ გამოდის. თუ ერთი-ორჯერ გამოვიდა, გამიმართლა. თქვენ თუმცა ესეც საკითხავია. ერთი სიტყვით უჩივლეს ეპისკოპოსთან, წერილის გაუგზავნეს და ეპისკოპოსმა დაიბარა ეს მღვდელი და მკაცრად დატოქსა. როგორ ვედავ ასე შეაწუხო მრევლი საღამომდე. ესო ჟულის კანონის დარღვევაო. დგახარ და ამბობს სული წმინდის მოწვევის ლოცვას. ახლა მე არაფერს არ გეტყვით, თქვენ მეუფება. ნება მომეცით, ერთხელ მაინც თქვენი თანდასწრებით წირო.
ოღონდ თუ შეიძლება სულიწმინდის მოწვევის ლოცვები, რომელიც უპირატესად ეკუთვნოდა რა თქმა უნდა ეპისკოპოსს, მე ვთქვა თავად, ეპისკოპოსს აქვს ეს ძალაუფლება და მის საკურთხევა. თანამწირველი უფრო გამოვიდა ეპისკოპოსი ამღვდლისა. და როდესაც ლოცულობდა ეს წმინდა მამა, მღვდელი უბრალოდ სოფლის მღვდელი იყო, არ დაგავისეთ. როდესაც ლოცულობდა და იხილა მას სულიწმინდის გადმოსვლა, ტრედის მსგავსებად, ილოცა ღმერთის მიმართ, რომ ცოტა ხნით ეპისკოპოს გონების თვალი ახელოდა და ეხილა ეს ღვთაებრივი სახილველი. მართლაც ამ წმინდა მამის ლოცვით აეხილა გონების თვალი ეპისკოპოს და იხილა ის, რასაც ხედავდა დღემოდან ყოველ წირვაზე ეს მღვდელი. და მე მორიდებით უთხრა, აი ხომ ხედავთო, თქვენო მეუფება, ხან დროზე გადმოდისო სულიწმინდა და ხან გვიანო და ვიდრე არ გადმოდის, დგავარ მორჩილად, რა განა მე არ ვიღლები, ალბათ ბრევზე მეტათაც ვიღლები. დგავარ და სულიწმინდას ვევედრები, რომ იქადროს გარდამოსვლა წინადაგების სხვენზე. აი ესეთი რამოდენიმე შენიშვნა ლიტურგოსანი მღვდლისთვის. მაგალითად, თუ მღვდელი შეეშლება რამე სიტყვა განსაკუთრებით ლიტურგიაზე და მეტადრე ევქარისტიის კანონში, მან უკან უნდა დააბრუნოს გუნდი, წიგნის კითხველიც, დააბრუნოს უკან და სადაც ფიქრობს, რომ შეეშალა, იქიდან კვლავ განაახლოს ლიტურგია. ასე შეიძლება რამდენჯერაც მოხდეს. 2-3 მეც დამემართა. ალბათ უკვე ჩემი სიბერის გამო. და განსაკუთრებით კოვიდის მერე, ეხლა არ ვიტყვი რომ სკლეროზი მაქვს, ღმერთმა დამიფაროს. ამისი ვეშინია ნებისმიერ ავადმყოფობაზე მეტად. გულახდილად რო გითხრა. გონებრივი დაავადებისა. და 2-3 მეც უკან დავბრუნდი და დავაბრუნე და გავაგრძელეთ ლიტურგია. მე მაგალითად მოვიყვანეთ, აი გულის ხმა ქონდა წირვაზე და კეთრი დაემართა და არ იკადრა წირვაზე დაყენება სულიწმინდა ამ დიაკვნისა და ასე შემდეგ. ანუ როგორი განგზალული უნდა იყოს და როგორი ფხიზელი მოძღვარი რომ წირვაზე არაფერი წასდეს ან არ დააკლოს მას. და ბოლოს ეს რაც შეეხება იდუმალებათა და საკვირელებათა, მოდი ახლა ჩვენზეც ვიკითხოთ მრევლმა. ვეზიარებით თუ არა ღირსეულად. როგორ უნდა გავიგოთ? ვეზიარეთ თუ არა ღირსეულად. ეს კითხვა არაერთ საფუძვლებს თქვენ შორის ჩემთვისაც დაუსვამთ ეს კითხვა, რა ნიშნებიო და იხილეთ პასუხი წმინდა სიმონ ახალღვთისმეტყველთან, რომელიც თქვენთვის საგანგებოდ თარგმნე ერთი დღის წინ. ერთ-ერთ მორწმუნეს მიმართავს და განუმარტავს წმინდა მამა. ოხი საყვარელო, ნუ აღშფოთდები ჩემს წინააღმდეგ, გესმის რა ჭეშმარიტება, ჩემგან შენთვის ნამცნობი, რამე თუ ეს ჭეშმარიტებაა. და კერძოდ რა ეხლა გაშლის საუბარს. რამე თუ კი წამს და აღიარებ, რომ ხორცნი ქრისტესი პური ცხოველია და საუკუნო ცხოვრებას ანიჭებს იმად, რომელიც მას ჭამენ და სისხლი მისი მისთან მსმენელთათვის წყაროა წყლისა, საუკუნო ცხოვრებაში რომ მოედინება, მაშინ აბა მითხარ, ხო, რატომაა რომ ეზიარები რა ამას საფრთხოთა საიდუმლოთა შენ სულში არაფერ განსაკუთრებულს არ იღებ იმასთან შედარებით, რაც ზიარებამდე ქონდა. არანაირი სულიერი ცვლილება და რა კერძოდ მოგვიანებით თითქმის არ ხდება ნაზიარებ ადამიანში. მაგრამ რომს გრძნობდე რაღაც პატარა სიხარულს, როდესაც ეზიარები მცირე ხნის შემდეგ კვლავ ისეთივე ხდები, როგორიც უწინ იყავდა. სამსებით არ გრძნობ საკუთარ თავში სიცოცხლის რომელიღაც მობერვას, ან რომელიღაც მოფენას სინათლეს. აი რა ემართება სიცოცხლის მობერვა, განმაახლებელ ძალებს გრძნობს ადამიანი და გრძნობს ესე იგი სულიერ აღმაფრენას და სინათლის მოფენას. პური ესე მათთვის, რომელიც გრძნობებზე არ ამაღლებულა, ჩვეულებრივი პურია. თუმცა საიდუმლოდ იგი სინათლეა დაუტევნელი და მიუახლებელი. აგერ დღესაც გვიგალობეს, ამით ეკლესიამ შეგვაგონა მორწმუნეებს, რომელი ქერაბინთა საიდუმლოდ მემსგავსებთ, ყოველივე მსოფლიო დაუტეველ ზნვაი. ესე იგი, ადამიანი ქერაბინი არის თავის თავში იდუმალ ღმერთის დიდების მატარებელი, რომლებიც ანგელოზთა, ქერაბინთა კერძოდ მიბაძვით დავემსგავსენით, ესე იგი ანგელოზებს დავემსგავსენით, დავტოვებით რა გრძნობები, ავმაღლდით რა გრძნობებზე, ყოველივე მსოფლიო, ანუ ამაუება ამ სოფლისა დაუტევოთ. და ამ დროს რა აი ზოგიერთ ბერს გამოცხადება, ლიტურგოსთან მდელს, რომ
მრევლი კი დგას გვამით აქ, მაგრამ ზოგიერთი დაფრინავს გარეთ. ვის აზრდელ სასმელთან დაიღალა, მშიერია, უზმა მოვიდა. დრო არის უკვე სადილისა და ასე შემდეგ. ზოგს რაღაც გასართობი ელოდება, ვინ რაღაც ბიძიერ საგნებზე სრუნავს, ფიქრობს შინ თუ გარეთ და ასე და ამგვარად პრაქტიკულად ისინი წირვაზე არ არიან. როგორც ქართული გამოთქმა აქვს, არიან მკვდარი სულები. ასეთები რა თქმა უნდა ამ მადლს ცეცხლის მოფენასა, ღვთაებრივისა და სინათლის მოფენას რა ბუნებრივია ვერ იგრძნობენ ისინი და არც მიიღებენ. ასეთები ეზიარებიან, როგორც პავლე მოციქული განმარტავს, სააშელად, გინა დასაშელად. ისევე როგორც ღვინოს საიდუმლო სინათლე, ცხოვრება, ცეცხლი, წყალია ცხოველი. მაშა სადამე ამიტომ მას არა ქართულ ენაზე რატომაც, მაგრამ უცხოურ ენაზე ამ საიდუმლოებას ზიარების ქვია საიდუმლონი, მხოლობით რიცხვში კი არა, რატომ? იმიტომ რომ აქ იგულისხმება არა მარტო ხორცნი ქრისტესი, არამედ სისხლი ქრისტესი. ამიტომ აი ამას ქვია საიდუმლოებანი წმინდა ზიარებას, ევქარისტიას. მაშა სადამე, როდესაც შენ შამ ღვთიურ პულსა ამას და სვამ ღვინოს ამას სიხარულისასა, მაგრამ ეს კია ვერ შეიგრძნო, რომ უკვდავი ცხოვრებით იწყე ცხოვრება, რომ მოხდა შენში რაღაც შინაგანი განახლება, რომელსაც შენ გრძნობ. შენში ნათელი რთულვარი და ცეცხლოვანი ძალა შეიწყნარე, როგორც წინასწარმეტყველმა ესაია მიიღო ბაგეზე ნაკვერცხალი გახურებული. ვიდრე წინასწარმეტყველების ნიშნისემ და უფალი ღმერთი თავის რჩეულ წინასწარმეტყველს ერთ უდიდეს 4 წინასწარმეტყველთაგან მანამდე ანგელოზმა ზეციური იერუსალიმიდან, ზეციური სიონიდან აიღო ნაკვერცხალი და ბაგეებზე მოუსვა. ესაიას და შემდეგ გადააყლაპა წმინდა მამათა განმარტებით ის ჯერ განწმიდა ცოდვებისაგან და შემდეგ მიანიჭა მადლის სული წმიდისა და შეიქმნა უდიდესი როგორც გითხვარი წინასწარმეტყველთა შორის და იმდენად ერთგული და მოშურნე იყო უფლისა, რომ ეწამა კიდეს ქრისტეს სიყვარულისთვის. აი ესევე წმინდა ზიარება ვიდრე მივიდოთ, უნდა განწმინდოთ თავითვისი და თავად ზიარებაც არის განწმენდელი საიდუმლოებანი. როგორ ხდება ადამიანის განწმენდა ზიარებამდე? მარხვა უნდა შევინახოთ. აღსარებაში გამოთქვა ცოდვები. დღეს სამწუხარო ტენდენცია საბერძნეთის ეკლესიიდან შემოტანილი ზოგიერთი აქაური მღვდლის მიერ. კერძოდ ზიარება აღსარების გარეშე. აც განსვენებულმა კათოლიკოს პატრიარქმა ელია მეორემ ერთ-ერთ სამღვდელო კრებაზე მსხეთა თბილისისა კატეგორიულად და შერისხვითაც კი აგზალა ამგვარი ეგრეთ წოდებული ბერძნული ტრადიცია ზიარების. უფრო მეტიც აეხლა მე როგორც გითხარით, რამოდენიმე ხნის წინ დავიწყე თარგმნა წმინდა მამათა სწავლებისა, უამრავი მამა არის, მათ შორის ახალი ღვთისმეტყველი ივანე ოქროპირი, ივანე კრონშტადტელი, ეგნატე ბრიანჩანინოვი, დავით თესალონიკელი და ასე შემდეგ, მაკარი თესალონიკელი და ასე შემდეგ. სხვა მრავალი მამაც ყველა ერთსა და იგივე სამოს რომ განწმენდა ცოდვებისაგან აღსარების გზით არის აუცილებელი და კარგია შევაწიოთ ამას მოწყალების საქმეებით, რომ მოგვეტევნეს ცოდვები და ცოდვათაგან მიტევებული და კეთილ მომზადებული კერძოდ ესე იგი ნამარხულები, ევქარისტიის კანონს აღსრულებელნი, უზმონი დგებით წმინდა ბარძიმთან საზიარებლად. ფორმალურად კი არ უნდა შევასრულოთ, რომ აი ბევრი ყავხელა ლოცვები კანონი შევასრულე და გული და დახურული. როგორც საკანი რამე პოეტის არ იყოს. გულით უნდა დუღდეთ, დუღარეს სარწმუნოებით უნდა მოუხდეთ წმინდა ბარძიმს, რომელსაც თვით ანგელოზნის ზეცისანი ვერ მიხედვენ. და წარმოიდგინე რისი ღირსი გახადა ადამიანი. ეს არ არის დამსახურება, არც ერთ შემთხვევაში როგორც არ უნდა ეს არის წყალობა ღვთისა. აი ამ წყალობისთვის უნდა მადლობდეთ ღმერთს და მადლიერების გრძნობით უნდა მივიახლებოდეთ წმინდა ბარძიმს. აქ ზოგიერთები მოდიხარ ყველა როგორც იტყვიან ხოლმე შედარება რომ გავაკეთო მკვდარი თევზის თვალებით, გვამით აქ ადგა და სულით გარეთ დაფრინავს. დაიღალა, მოშივდა, მოსვენება უნდა. დრაღა აღვაწლი მაშინ. სისხლი დასტიეს და ძვალი განტეხեց, თავად ქრისტემ და მერმე მისმა მოწამეებმა და ბერები ესენი არიან მოსისხლო მოწამეები და ჩვენც რაღაცა ნაირად ხომ უნდა გავისარჩოთ, რაღაცა ხომ უნდა მოვითმინოთ. ეკლესია რა თქმა უნდა მოსიყვარულე დედა, როცა ადამიანი არის მათ მოხუცებული, მძიმე დაავადებული, არათუ
არ გაიძულებს მას საქმე ლიტურგიაზე დადგეს, ცელ ლიტურგიაზე, არამედ შინ ეწევა ხოლმე მღვდელი და იქაზიარებს, რა კი ამისი უნარი მას აღარ გააჩნია. მაგრამ ჩვენ ვართ ძირითადში ჯანმრთელები. რა გურჯის რომ არ მოვემსახოთ. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ჩვენი ცხოვრების ხასიათიდან გამომდინარე სონარები, ზარმაცები, არა ვართ მიჩვეული ღვაწლს. აი განსაკუთრებით ქართველებზე ითქმის ეს დღეს, როგორც ერთ ლიტერატურულ გაზეთში იყო წლების წინ სტატია, თვალში მოხვდა და ჩამეძირა გულის სიღრმეს, ჩვენ ქართველები ბავშვებს კი არ აღზრდითო. არამედ ვზრდით, ვაჭნებთ, ვასმებთ, ვაცნებთ. აღზრდა არ მიმდინარეობს. აი დღეს რა ხდება, გაიხედი. ვინ არის ამათი მასწავლებელი? ჩვენი შვილების და შვილიშვილების. ინტერნეტი. როგორი მიჯაჭულობა გაჩნდა თვით სამღვდელოებაში ინტერნეტის მიმართ, ტელეფონების. ქუჩაში მიდის, ყურსი უკეთია და ლაპარაკობს იცინით, რომ ერთბაშად რო შეხედო გიჟი გეგონება. გიჟის საქციელს გავს. მე აღარ მომავალ რა სიბინძურის ნიაღვრები, მათ შორის სოდომური ცოდვების იღვრება იქიდან. მაგრამ რადგანაც საგვარეულო ეკლესიური მორგული ახსარებ მათ დედა შევიდა წირვაზე, პატარა ბავშვი 4-5 წლის წინ, ზოგჯერ პატარა უფრო დასვა გარეთ მერხზე, მაგრამ ეს მინახავს აღლომის ტაძრის ეზოში, მამა გაბრიელის ტაძარში წირვა, აქ ბავშვი ზის და ტელეფონში ერთობა. მომიძებნია დედა თუ ბებია, ვინც მოიყვანა, გამომიყვანია და დამიტუქცია მკაცრად. გარდა მაგისა, ამიხსნია მეცნიერთა გამოკვლევების საფუძველზე, რამდენად მავნებელი არა მარტო საინფორმაციო თვალსაზრისით ტელეფონი, არამედ პირდაპირ გაგებით იმ დიდი გამოსხივების გამო, რაც მას აქვს. უცხოეთში რომ აქვს ჩეხოსლოვ მიბაძო ევროპის და დასავლეთი გვინდა ყველაფერი, სიგიჟეები, უღმართობები, კარგიც არ იქ, მაგრამ ამის გადმოღება ჩვენ იქიდან არ გვინდა რატომღაც. აი ბავშვებს ტელეფონები, იქ ბავშვებს ტელეფონები რომ აქვს, პლატინით არის დაცული. მინიმუმამდეა პლატინით დაყვანილი გამოსხივება. პრაქტიკულად აღარ აქვს. ჩვენ პლასმასის ტელეფონები გვაქვს. მობილური ტელეფონები, ჩვენს ვსხივდებით და შვილებსა და შვილიშვილებსაც ვასხივებთ. ეხლა ჩვენ არ ვიცით რა შედეგები ექნება, ახალი ხილია, როგორც იტყვიან ხოლმე და გავა არც თუ დიდი დრო 20-30 წელიწადი და უკვე აგერ სახეცეც არის, რატო გამრავდა ასე სივსივნე, ჩერნობილი პირველ ყოვლისა, რადიაცია კი. მათ შორის შენ გაქვს სახლში და ყველა სახლში, ზოგს 2 და 3-იც. განსაკუთრებით როცა დარეკავენ, პირველი ზარი არის ყველაზე ძლიერი, დიდი გამოსხივებაა. ამიტომ პირველი ზარი რჩევად გაძლევთ როგორც მამაშვილებს. გავუშვით, ყურთან არ მიიღო. თუ არის საშუალება, მიკროფონი ჩართე და მიკროფონით ილაპარაკე. უკიდურეს შემთხვევაში, როცა ხმაურიან ქუჩაში მოხვდი და დაგირეკეს, გავუშვი პირველი ზარი და მხოლოდ მაშინ მიიდე ყურზე. განა ღიმილის მონგრელი არ არის, რომ მე სულის ექიმი მღვდელი გასწავლეთ ხორცელ დაავადებაზე. მაგრამ რატო? მე ჩემი შვილები სულ ერთიანად მიყვართ. მათი სულიც უკვდავი და მათი ხორციც. რომელიც ესევე აღსგება მკვდრეთით უკანასკნელ შამს, საკოლხო განკითხვა მოახლოვდება რა და არ თუ შორს არის ბევრჯერ გვისაუბრე, ახლა აღარ შეგაცხენთ თავს. მაგრამ მარტო ეს ჭირი რომ გქონდეს ამას. დეზინფორმაციების წყაროა დღეს ინტერნეტი. ფეიკები, ეგრეთ წოდებული, ტყუილი, ცილის სამება, ესე იგი მონტაჟი და ასე შემდეგ ტყუილში დაგაჯერებენ ბრიყვ ადამიანს. საერთოდ ნაკლებად ენდეთ იქ გადმოცემულ ინფორმაციას, მათ შორის ომებზე, კონფლიქტებზე და ამათვე მოძღვრებაზე და ასე შემდეგ. ჯერ კიდევ 300-400 წლის წინ წმინდა მამა ნილოს დინარე წინასწარმეტყველებდა რა მათ შორის ამბობდა, რომ უკანასკნელ ჟამს გაჩნდება მანკიერი მეცნიერება. მანკიერი მეცნიერების მიერ შეიქმნება წყალქვეშა მცურავი ობიექტები. ფრინავი ობიექტები, მაშინ ეს იყო წარმოუდგენელი, ფრინავი ობიექტები. დედამიწის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში დაელაპარაკება ადამიანი. ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში დაინახავს ერთი მეორეს ადამიანი და ეს უკვე დღეს არის. სწორედ ამ მანკიერი მეცნიერების შედეგად ინტერნეტის მიერ, როცა გამეფდება სატანის რჩეული ანტიქრისტე, მართავს ადამიანებს.
ჩიპირებული იქნებიან ადამიანები და ეს პროცესი დაწყებულია შუბლზე ან მარჯვენა ხელზე და კოსმოსურ ბადეს მოხსოვს რა ქსოვერა სუპერ სახელმწიფოები კოსმოსური ბადით ისინი მართავენ ადამიანებს კოსმოსიდან. ეს წინასწარმეტყველა ჯერ კიდევ იუდა ისკარიოტის ეპისტოლეში გადმოცემული ესე იგი მთავარანგელოზ მიქაელსა და წითელ დრაკონს რომ ბრძოლა ჰქონდათ ჰაერში ანუ კოსმოსში. ვინც მე კოსმოსურ ბადეს მოხსოვს დედამიწის თავზე ის მეტად იბატონებს დედამიწაზე მეტი გავლენა ექნება. საბოლოოდ შეექმნება ერთი მონდიალური სამეფო ანტიქრისტეს სამეფო ახალი მსოფლიო წესრიგით რომლის სათავეშიც ურიები მოიყვანენ თავიანთ რჩეულს ანტიქრისტად. აი მას ჩააბარებენ ყველა მათ შორის საინტერნეტო ძალაუფლებას და მათ მიერ მართავს დაბეჭდილ ადამიანებს. როგორც ცარიელ ფერში ქართული ანდაზაროამს რასაც ჩაასახებ იმას ამოგძახებს ზე იქნება ბოლო ჟამსაც. ზომბები იქნებიან ადამიანები. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რაც ღმერთისგან მიიღეს უკდავ სულთან და ესე იგი უკდავ სულთან ერთად ეს იქნება თავისუფალი ნება იქნება პარალიზებული. მხოლოდ ჭეშმარიტი მორწმუნეები რომლებიც არ დაიბეჭდებიან არ შეუდგებიან ანტიქრისტეს ქრისტეს უარყოფილები დაცული იქნებიან ამ ხიბლისაგან. მათზე ეს მოჩვენებითი სასწაულობი და ხიბლიანობა და შთაგონებები არ მოქმედებს. ჯვრის ნიშით ყოველივე ირღვევა. ამიტომ სასტიკი დევნა ექნებათ მართლმადიდებელ ქრისტიანებს. დაუძინებელი მტერი იქნება მათი ანტიქრისტე და მისი ლაშქრობა სულ წინასწარმეტყველთან ერთად. იმად დაგვიწერეს ეს წმინდა მამება, მოგცეს სული წმინდის მიერ ეს წინასწარმეტყველებები, რომ ჩვენ უკანასკნელი ჟამის ადამიანებმა და უკვე ამ ჟამში შევდივართ, იცოდეთ თქვენ, გავითვალისწინოთ, არ მოვიხიბლოთ და თაყვანი არსეთ ქრისტეს უარყოფილებმა სატანას, ანტიქრისტეს, რომელიც მასში ჩასახლდება ხშირად გვიტყვას 12 წლიდან. მას ესაიას მაგალითი მოყავს მონახავ ღვთისმეტყველს, როგორც მან წინასწარ განწმიდა და მერე ხარისმა ნიჭინისა წინასწარმეტყველების და წინასწარმეტყველების ასევე ჩვენს უნდა განვიწმინდნეთ, როგორ უკვე მოგახსენეთ და ასე მივიახლოთ წმინდა ბარძიმს, რათა არა საშელად, გინა დასაშელად გვეცეს, რომელიც თავისთავად არის მაცხოვნებელი და ცოდვათა მიმტევებელი საიდუმლოება. და რომ შესვის სისხლიურისა, როგორც წყალის ცხოველი და სიხარულის მომფენი, თუ კი ვამბობ, ვერ შეიგრძნობ შენში, რომ რაღაც იმისგან მიიღე, რაზედაც ამჟამად ვლაპარაკობ, მაშინ როგორ ფიქრობ, რომ საუკუნო ცხოვრებას ეზიარე, მიახლე რა მიუახლებელ ღვთიურ სინათლეს, თანაზიარი გახდი რა, ჩაუქრობელი ცეცხლის, ანუ სულიწმინდის მადლისა. არა, ძმაო ჩემო, არა, შენში არაფერი იმგვარი არ მომხდარა, რამდენადაც შენში თქმულიდან ვერაფერ შეიგრძნობ. მაგრამ სინათლე იგი დაღნათის შენ, ხოლო შენ კი ბრმახა და არ ნათდები და ცეცხლი იგი შენზე სითბოს გამოავლენს, ხოლო შენ ცივი რჩები და ცხოვრება იგი შემოვიდა შენში, ხოლო შენ კი ვერ შეიგრძნობ და მკვდარი ხარ. ვიღებთ რა ქრისტე მაცხოვრის ყოვლადწმინდა ხორცსა და სისხლს, სულერთიანად ვიღებთ ჩვენში ქრისტე, სულერთიანად შემოდის. მიუწვდობელი და შემზარავი საიდუმლოება არის. ზოგჯერად დავფიქრებულად რამდენად თავმდაბალი ხარ, უფალო, რომ შემოდიხარ ჩემს გვამში, რომელიც ჩირქი და მატლია, ამ პირის პოტენციაში, რომელიც ყარს, რომელსაც გამოუთქვამს სილის წამებანი, სიცრუენი, განკითხვა, წყევა და ასე შემდეგ. შიგანში შედიხარ ადამიანისა და ცდილობ განწმიდო, თუ არ დაგვდება იქ დაბრკოლება ადამიანის მხრიდან, რატო? განარა ღმერთს სულ ერთიანად არ შეუძლია განწმიდოს, მაგრამ თავისუფალი ნება მისცა და ადამიანს უნდა ენებოს. აი როგორ ხდება თანამოქმედება ადამიანის თავისუფალი ნებისა ღვთისნებასთან, ამას სინერგია ჰქვია. ამ გზით ხდება ადამიანის ღმერთთან დამსგავსება. მაგრამ ჩვენ უწევთ წინააღმდეგობას. ფორმალურად, გარეგულად ყველაფერი რიგზია, თითქოს ვიმარხულე კიდე ზიარების კანონიც ამოვიკითხე, წურთ სისხლის ლოცვას მოვისმინე, უსმოს გახლავართ, აღსარებაზე დავდექი, მაგრამ დახურულია გული წეღანას ხრი, როგორც საკანი რამე, უფლისთვის, რომელიც ღმერთი ცათა და ქვეყანისა მბრძანებელი ანგელოსსა და მთავარანგელოსს და მორიდებით დგას და რექს ყოველი ადამიანის გულის კარზე.
როგორ უყარს ადამიანი და როგორ ცევს პატივს ხატებას მასში, ანუ თავისუფალ ნებას, რომ საკუთარი ნებით განუხნას კარები. მხოლოდ მაშინ შევა ქრისტე. ძალით ის არ შემეწავს ადამიანის გოლის კარს. ესე იგი, აქედან გამომდინარე, ძმანო და რამხელა მნიშვნელობა ქონია ნებელობით ვარ თუ არა მისწრაფებული ღმერთისკენ. აი გუშინ ერთმაც მითხრა და ბევრს უთქვამს, რომ თითქოს გარემულად ყველაფერს ვასრულებ და სულიერად არ ვიზრდები ერთსა და იგივე ადგილას მტკები. აი ამიტომ. ორი კვირის წინ მაგალითი მოგიყვანეთ ერთ მღვდელზე, რომელიც ისეთი აღმაფრენი წირავდა, გარეთ რომ გამოდიოდა წირვის შემდეგ საკურთხეველში და მრევლი იწყებდა ბანალურ საუბარს, ბანალურ, ხშირად უაზროს საკითხებზე იმსხვრეოდა და ერთხელაც წირვის წინ მღვდელმა ღმერთს თხოვა, ასეთი აღმაფრენით თხოვ აღარ წიროა. წირავს გულით, სულით, მაგრამ არა ისეთი აღმაფრენით. ეს ღვთით მოხდა. ზოგიერთი ისეთი ადამიანია, აი ერთ-ერთი მღვდელი ითხოვდა, რომ ღმერთის დიდება თუნდაც ნაბერძგალის ჩვენებოდა. იცით რა უთხრა უყალმა? შენ ისეთი ბუნების ადამიანი ხარ, ანუ ძალიან უგრძნობიარე ბუნების ადამიანი. შენ რომ ერთხელ მაინც ნახო ნაბერძგალი ჩემი დიდებისა, შენ ყოველივეს დაუტევებ. ერსაც, ოჯახსაც, მრევლსაც და განმარტოვდები ჩემთან უდაბნოში. მაგრამ მე შენ ჭირდები ერში. იქ უნდა ადიდო უფალი და მიმოფინო ღვთის სიტყვა. ყველას თავისი ნიჭისა. აქედან გამომდინარე თავისი დავალება მისცა ღმერთმა. ქრისტეს წმინდა სხეულში. განაარიცით, როგორც პავლე ამბობს, რომ ეკლესია ქრისტეს იდუმალის სხეულია და ჩვენ ასონი ვართ. აი როგორც ეხლა სხეულში განვიხილოთ, არის გონება, რომელიც მართავს ადამიანს. გული ტუმბო ორგანიზმი, მაგრამ მარტო ტუმბო არ არის სისხლის. ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა, საციცოცხლო, როგორც ტვინი, ესრე გული, ისევე ღვიძლი, რომელიც ფილტრია ორგანიზმის. მაგრამ ასევე გულში ხდება ბრძოლა სინათლისა და სიმნელისა, კეთილისა და ბოროტისა. ეს დატვირთვაც აქვს ადამიანის გულს. იდეალურია, როგორც სოლომონ ბრძენი გვასწავლის, თუ გული გონიერი მოიპოვა ადამიანს, როცა გულის და გონების შეერთმანეთი ხდება, შეერთება ადამიანში. ეს მიიღწევა პირველ ყოვლისა იესოს ლოცვით, როგორც დიდი განდეგილი ჭვრეტელი მამები გვასწავლიან. პაისი ველიჩკოვსკი და სხვები, რომელიც იესოს ლოცვაზე გვასწავლეს, ათონური სკოლის მამები, ჭვრეტელი მამები, უმდიდრესი ლიტერატურა დარჩენილი. და ჩვენ ძალისებრ უნდა ვიხემძღვანელოთ, თავისთვისით ბრძნობას არ უნდა შევძლებთ. მაგრამ არის ორგანიზმში ერთი სიტყვით ისეთი ორგანოების, რომლებიც თითქოს სულაც არ არის საჭირო, მაგალითად ბრმა ნაწლავი. ბოლო დრომდე გვეგონა რომ ეს არის უფუნქციო ზედმეტი ორგანო, თურმე ამასაც აქვს თავისი დატვირთვა. ეხლა ხანს მოხდა გამოკვლევები, მესრე აღმოჩენილი ესე თქვა. საერთოდ როგორ შეიძლება ღმერთს, რომელიც ყოველად ბრძენია, რაიმე უაზროდ შეექმნა ადამიანში, რომელიც ხატად შექმნა და მსგავსების მადლი მისცა მასთან დამსგავსების. წარმოუდგენელია. მაგრამ ერთი ორგანონი, როგორც ღვთისმდიდრებული პავლე ამბობს, ადამიანს არის კეთილშობილური დანიშნულებით, მაგრამ გონება, გული. სხვები ნაკლებ კეთილშობილურია, მაგრამ სულაც არ არის კეთილშობილი, მაგრამ საჭიროა. აი უფალი ამბობს, რაც შეიძლება ეუფონურად ამბობს და მესე ეუფონურად გამიმეორებს. საზრდელი, ანუ საჭმელი, შესავალი შევალს და განსავალით გავაკეთე. განსავალიც ღმერთმა შექმნა ადამიანში, მის ორგანიზმში. ესეც საჭიროა. ადამიანს რო განსავალი ორგანო არ ქონდეს, ადამიანი მოკვდება გაუვალობით უბრალოდ. არ მეთანხმებით? აი გუშინ შემთხვევით ჩვენ მრევლს ერთ-ერთ ახლობელია ჩვენი მრევლის გაუვალობა დაემართა, სიმსივნის დაავადება აქვს და ითხოვეს რომ ლოცვებში მოგვეხსენებინა და მოიხსენეთ. ისე რომ ყველა ორგანოს თავისი ზოგს მაღალი, ზოგს დაბალი, მაგრამ ყველა საჭიროა. ასევე ეკლესიაში არის ეპისკოპოსი, პრესვიტერი, ერმე, ანუ მღვდელი, სამღვდელო დიაკონი, წიგნის მკითხველი, ქიროტონი, ქიროტესი, ხელდასხმული, მგალობლები და ასე შემდეგ. მრევლი, ყველა ესენი არიან საჭირო. აქამდე თუ გამოცხადებებზე, საგვირელებებზე, იდუმალებებზე ვსაუბრობთ, ეხლა თქვენზე ვლაპარაკობ ღვთისმეტყველის მიერ. კერძოდ რა? როგორ ეზიარებით თქვენ ღირსეულად თუ უღირსად? როგორ გავიგებთ? აი ამით გავიგებთ.
როცა არაფერი ჩვენში არ იცვლება, ესე იგი ჩვენ უღირსად ვეზიარეთ. ეს არის მორიგი ფორმალობა ცხოვრებაში, რომელთაც აღსავსეა სამწუხარო ჩვენი ცხოვრება. აი მომაგონდა და არ შემილია დავითიო და არ გითხრა. კეთროვანი, ეშმაკეული უფროსოდ, 10 ქალაქი, რომელიც მაცხოვარმა განკურნა. რა მოხდა მერე? ადამიანი, რომელიც თქვენიერი დასაბმელი იყო, მართლაც ჯაჭვებით აბამდნენ. წვეტდა ისეთი ძალა ჰქონდა, იმიტომ რომ ლეგიონი რამდენიმე ასეული ეშმაკი იყო მაშინ, რომელიც ადამიანთა საზოგადოებაში ვერ ისვენებდა. დაუდეგარი იყო, მოუსვენარი, შფოთიანი, შეშლილი, კლდით იყოდავდა თავს, აღამათენებდა არ ადამიანთა საზოგადოებაში, არამედ სასაფლაოებზე, უკუღამეებში. ასეთი რომ განკურნა, ნახეთ რა წერია მახარებელთან. ჩაცმული და მოწესრიგებული აქამდე დაგლეჭილი ჰქონდა, 60 სიგლეჭდა. ისდა ფერხთით და ისმედა მის ქადაგება. შთანთქმული იყო ქრისტეთი. არავინ და არაფერი. არახო, მოდით ახლა საქმერო გავიხსენოთ, იგი გონს მოეგო. მას ყავდა ოჯახი, მშობლები, ეგ ცოლი, ჩილები. პირველი, აი მაგ კეთროვანები რო გაკურნა, 9 გაიქცა 10-დან მაშინვე ში ეხარებინა. ენახა, ეს არა. დიდის მადლიერებით იყო ჩაფლული ქრისტეს ამაღლებულ ქადაგებაში და იჯდა ფერხთით. რატოა მითითებული ფერხთით? სიმდაბლის, თამდაბლობის და მადლიერების ნიშნად იჯდა ფერხთით. მეტის ღირსი არა ვარო ის ამბობდა. ესეც დიდი წყალობაა და ისმენდა მის ქადაგებას. ქრისტეს ეს სულის მოძრაობები არ გამოეპარებოდა. ნახეთ რა მოიმოქმედა უფალო. იგი გაგზავნა 10 ქალაქში. 10 ქალაქი, იმიტომ ქვია 10 ქალაქი იყო, იმ დროს დიდი ქალაქები იყო იმ მხარეში. 10 ქალაქის ქადაგებელი გახადა მოციქული. რაოდენ ღირსებაში აიყვანა. მოციქულებს გაუტოლა 1260. აი რას ნიშნავს მადლიერება? სიტყვა მადლიდან მოდის ამ ღრმა ქართულში. მადლიერება გაუჩინა იმ დიდმა მადლმა, რომელიც გადასადა ამ მადლით განწმიდა იგი ლეგიონები გაიყვანა და ესე იგი პირუტყვში რო შევიდნენ, გადაიჩეხნენ კბოდეში, დაღუპეს, გააცოფეს ღორები, რომ ყოლტი იყო, ასობით ღორი იყო. ერთი ადამიანი იტევდა, მაინც რა არის ადამიანი? ერთი შეშლილი ადამიანი იტევდა იმას, რაც ასობით ღორმა, ისიც ცოცხალი არსება, თუმცა სამშვინველია, ხოლო უკვდავი სული არ აქვს და გონება. და გადაიჩეხნენ, თავი დაიღუპეს, თავი მოიკლეს, დაიხოცეს. სახარება მარტო თხა გიგასავით კი არ უნდა ვიკითხოთ. ცხოვრებაში უნდა გამოვიყენოთ. ბევრი რამე ჩვენთვის გაუგებარი არა იმიტომ რომ ბუნდოვანია თავად მოძღვრება, არამედ გული, სული და გონება ახსილი გვაქვს ბოროტი და შეუფერებელი გულის სიტყვები, როგორც ზრქელი ღრუბელი ძველ ქართულად რო ვთქვათ, გვეფარება გონების თვალს და არ გვაძლევს საშუალებას შევიდეთ პლასტებში წმინდა წერილისა და გავიგოთ. ამიტომ თამდაბლობა მაინც გქონდეს, წმინდა მამები ავიღოთ ხელში, რომელმაც განმარტეს სული წმინდის მადლით წმინდა წერილი. და რასაც შევიტყოთ, არა უბრალოდ შევიტყოთ, კითხველი და გადამკითხველები იყოთ, გალაქტიონის არ იყოს, არამედ ვიხელმძღვანელოთ. არა მარტო ვისმინოთ უფლის და დავიმარხოთ, რაც სიკეთეა თავისთავად, არამედ აღვასრულოთ კიდეც. რადგან როგორც იაკობ მოციქული ამბობს, იმავ სული წმენა მკვდარია სახლის გარეშე. აი ვინ არის ჭეშმარიტი მოწაფე ქრისტეს. ეხლა უკვე სახეებზე ვატყობ ზოგიერთი, იცით რა, ეს ძალიან ძნელია განახორციელო, როცა ყავს ოჯახი, ქმარი, მათ შორის შეიძლება უცნო დევნელი შენირწმენის გამო, მრისხანე, მაგ სამსახური, რასიზამ გაჭირვება 2-3 სამსახური. ეგ არის ყველაფერი თავის მართლება. მე მყავს ასეთები 2-3 კი არა 4 სამსახური აქვს და შვილები ყავს ბევრი. იმიტომ აქვს ბევრი სამსახური, რომ შივრები არ ყავდეს. ხელება კაპიცებული აქ მიტინგებზე კი არ გამოდიან, რომ ევროპიდან მათხოვრებს გადმოუყაროდნენ. იქიდან ამ საკვარმა მოდგმა, გარყმილმა მოდგმა, ევროპის ხელისუფლებამ ფული, არამედ საკუთარი შრომით, როგორც უფალმა ჯერ კიდევ 64-ში ედემდა ადამ და ევა აკურთხა, საკუთარი შრომით ინახავენ თავსაც და შვილებსაც. ეს მათი ვალია, შულის კანონში პირდაპირ უწერიათ. მშობლები ვიდრე ბავშვები პატარა უნდა იზრუნონ შვილებს, მაგრამ შვილებმაც როცა აღიზრდებიან, უნდა იზრუნონ მშობლებს, რომელიც ამასობაში დაბერძნეს შეიძლება დაავადდნენ კიდეც. და დღეს რას ვხედავთ? აგერ რაღაც მოსულა ოჯახების საქმის გასარჩევად. რომ ვის ეკუთვნის სოფლის სახლი,
რამდენიმე ჰექტარი მიწა ვენახი გაახარა მშობელმა მამამ და აქ თბილისში კორპუსში თუ კერძობინა. მე რა აღმოჩენილა რომ თურმე ვიდრე ცოცხლები იყვნენ, ჩადიოდნენ მხოლოდ მაპატეთ ბაირამობისთვის, ზაფხულობით. თავს აბეზრებდნენ, კისერზე აწვებოდნენ. რას ისამ სოფლის კარაქი უყვარს. სოფლის კიტრი და პამიდორი უყვარს. ერთხი თიც არ გაანძრევია რომ ჩავლე. იცით რა არის მამა არ გეწინოს დედა მე სამსახურს დაღლე ეხლა მე მაქვს შეგულება და უნდა დავისვენო. როგორ უბრუნდება თენა და როცა ასეთების მშობლები გარდაიცვლებიან, დედმამის შვილებს ჩხუბი აქვთ ვისი რა არის. აი მე ვიტყვი ესე, არა მიიღო სამათათვის მშობლის დაამაგები, არ არიან ღირსი. ლუკმა პური უნდა ენატრებოდათ ასეთებს. და ასეც ხდება ხშირად. ჩვენთან ასეთებიც მოსულა. რომ ვერ შეიტყვეს, იმიტომ რომ მუქთად მიიღეს ყველაფერი. და მშობლებს კი პატივს არ მიაგებდნენ. ამასობაში რამდენად დიდი რამ არის მშობლის პატივისცემა და სიყვარული, რომ უფალმა ღმერთმა მოსერს სულისმდებელის წინასწარმეტყველის მიერ აცნებაში შეგვიტანა. პატივი ეს დედასა შენსა და მამასა შენსა. იქვე განმარტება, რაც მოგიტა, ჯერთ ეს ბუნებითი გზნობა. დედმამის სიყვარულს არ ასწავლია. უყვარდება, ბუნებრივად უყვარს შვილს. ნუ ეხლა ესეთი დრო მოდის, რომ ამ ხრივაც რაღაც გადაგვარებებთან აგვაქვს საქმე, მაგაზე ცალკე ვისაუბროთ სხვა დროს. ერთი ქადაგება ალბათ სწორედ მშობლის პატივისცემას ამ ცნებას მიეძღვნება. რას მოგიტანს, აი ბუნებითად გიყვარს მშობელი, რას მოგიტანს და პატივისცემა აქედან გამომდინარე, კეთილმოგზალებაგან. როგორ გავბედავდი მამა ჩემისთვის შემეხედა ზედმეტად თვალებში. ყვახეთ მეტადრე, ან ამაყად. ან დედისთვის. შიშიც ჰქონდა და სიყვარულიც ჰქონდა. მე რომ ხედავდი, თარო წამოვიზარდე, როგორ წვალობდნენ. აი დედა ჩემი, მამა ჩემი იყო მეტალურგი. ცვლებში მუშაობდა ზამთარ ზაფხულ გაყურებულ სიცხეში იდგა. ბოლოს დაავადდა, მეორე ჯგუფის ინვალიდი იყო. დედა, როცა შვილები წამოვიზარდეთ და უკვე აღარ იყო საკმარისი, მოვეწყვეთ უნივერსიტეტში, რუსთავში ვცხოვრობდი, იყო საგზალი, საჭირო და ასე შემდეგ. თანხა და სხვა იქ ვექირაებინა, იმიტომ იქ და სიარული ძალზე ძნელი იყო, გამომფიტავი. დედა ჩემი რომ აქამდე შვილებს გძრდიდაოდენ, თიასახლის იყო, პორის ქარხანაში მოეწყო და ცვლიან სამსახურში მუშაობდა. რომ მინახავს ასეთი დაქანცული, გადაღლილი თუ ერთი ან მეორე, როგორ შეიძლება მადლიერების გზნობა არ კონდეს მშობლების, არ გიყვარდეს. სიკვდილს მე ისიც მიადვილებს, რომ ჩემი მშობლები უკვე გადასახლდნენ უფლის წინაშე. ადრე თუ გვიან და ეგ დრო უკვე მომიწია 70-ისავა, მეც გადავსახლდებ. ესეც მიადვილებს, რომ იქ მე ვნახავ ჩემს საყვარელ მშობლებს და ღმერთმა ქნას უფლის სავანეში ვიყოთ. ისი კაცთმოყვარები. ასეთი გრძნობებიც კი აღარ აქვს დღეს მშობლების მიმართ. მშობლები, რომლებსაც შვილები არ უყვართ, რაც დაუჯერებელია თითქმის შემთთვის. მე მაგ სოციალური მაგალითები ჩამოთვლად შემილია. მღვდელთან ყველანაირი ადამიანი მოდის. ავის და კარგის, განსასწრების დროს განსაკუთრებით და გაჭირვების შავს. და აქედან ვიგებ. და ვხედავ და ან რა, გარეთ არ ჩანს ეს უკვე ჟონავს გარეთ. აშკარაა. ანდრია სალოსის ცხოვრებაში წინასწარმეტყველებათა შორის ესეც არის ნაწინასწარმეტყველება. როგორ დაანგრევს თავადი ამ სოფლის სატანე ჩვენს ოჯახებს. ოჯახები ეს არის ეროვნული სახელმწიფოს უჯრედები. და ამ უჯრედებს თუ სიმსივნე დაემართებათ, მეტასტაზები დაიწყება მთლიანად ეროვნულ სხეულში. რისი მოწმენიც ვართ? ადამიანთა ჯგუფი, მაგრამ ძაღლმადიდებლები. ყველაზე არ ვიტყვი, მაგრამ მათი საგრძნობს ნაწილს, ხო, მე ვისაუბრია. ზოგიერთ მათგანთან შვილებზე მეტად უყვართ ძაღლები. აი ეს ვკითხე. რატო როგორ შეიძლება შვილზე მეტად გიყვართ? შვილიო არ მიჯერებს, მაბრაზებს, ლოთობა დაიწყო, რა სკოლა დაამთავრა, ნარკოტიკებს მიეძალა. შენ სად იყავი მეთქი ამასობაში? დედა განიკითხავდა მას. კი ვითომ უმალავდა და მე აშკარა გახდა. ძაღლი რო ხდება, ალბათ ეკიდა მე ვიყავი ხლა. ხო ის საკვირველება ვაჟა ჩაველას. ძაღლთა ეს იყო პოლიკლინიკა. ხო და ხედავ ძაღლები მოყავ, დიდი, პატარა, ცოცხლორეული, დაწყნარებული
მაპატია ლეონიდ ბრეჟნევი ტუჩებში კოცნიდნენ ძაღლებს. არ ვაზვიარებ. ჯვარი დამისახია ჩემი უფლისა. ან ერთმან რო ნახავდა იქი, უი რა კაი ძაღლია და აკოცებდა. კარგით რა. ჩემი ყოფნაში რამდენიმე ტომარა წამალი დაცალეს. რიგი იყო ძაღლების. ვის რა გამოუწერეს. მე ესეთი მშობლები არ მენახია შვილებს დაყვებოდნენ და ასე თავსებლებოდნენ. ამიტომ ღირსი არიან შვილების ნაცვლად ძაღლები ყავდეთ. და ყავთ კიდეც და ბედნიერები არიან. ეს არის სულიერი დაავადების ერთ-ერთი ნიშანი. ზნეობა რო ეშლება ადამიანს, სინდის რომ აღარ უსმენს, ის სულიერად დაავადებული ხდება დროთა განმავლობაში. შეშლილები არიან ესე. თვითონ არ იციან, რა თქმა უნდა, ყველაზე ჭკვიანები არიან, საღად აზროვნებენ, სწორი ორიენტირები აქვს, როგორც თვითონ ამენ პოლიტიკური და სხვა, კერძო ჰაიდა ევროპისკენ, როგორც იტყვიან ხოლმე და ასე შემდეგ. ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. ანუ იქნება თვალსა და ხელშუა ანტიქრისტეს მომავალი საზოგადოება. ასეთები თუ მიიღებენ წყეულს თორე კეთილგონიერი ადამიანი აღარ მართლმადიდებელი, როგორ შეიძლება ასეთმა ადამიანმა მიიღოს ანტიქრისტე და მისი რეჟიმი. და როგორი რეჟიმია თქვენ უკვე ხედავთ. პარლამენტის დონეზე სრული უკანონობის და გარკვეულების დაკანონება ხდება. სოფლორეულები ქართული ხელისუფლების მიერ სწორედ ერთ-ერთი მიზეზი ეს არის, რომ ჩვენ არ ვიღებთ სოდომიტების კანონებს. არ არის აღიარებული ერთსქესიანთა ქორწინება, რომელიც სავალდებულო გაუხატოს, მაგალითად პოლონეთმა უარი განაცხადა ამაზე. თუმცა ევროკავშირის წევრია და სხვა, მაგრამ ეს დაიკნავდა ერთმა რომელიც პატარა სახელმწიფომ შედარებით. ეს მხოლოდ როგორც იტყვიან, ჟურნალია იმისა, რაც მოხდება. და რა მოხდება, აგერ ხშირად ვახსენე, რომ ქვეყნიერების აღსაწყო თარგმნელი არქიმანდრიტ ნაუმის იხილეთ და წაიკითხეთ, ძალიან გთხოვთ. როგორი საზოგადოება შენდება, რომლის პირველი აგურები ევროკავშირის სახით უკვე დადებული არის. საძირკველი ჩაყრილია. ეხლა კედლების ამოშენება მიმდინარეობს და ბოლოს გადახურავენ. და როცა გადახურავენ ახალ მსოფლიოს ახსნას, მაშინ მოიყვანენ და გაამეფებენ რა ანტიქრისტეს ცელ მსოფლიო ძალაუფლებას მისცემენ. რომელშიც სატანა იქნება, ანუ სატანა მის მიერ მართავს ადამიანს. კი არ მართავს, უბრალოდ დაანგრევს კაცობრიობას და მსოფლიოს. ძალიან გთხოვთ, გულისხმიერად მოეკიდეთ, წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ, რა ხდება და რა არის ამაზე უარესი კიდევ მოსალოდნელი. მაგრამ ჩვენ თუ ესე ფარისეულურად ვეზიარებით ქრისტეს ხოცასის, არა საცხოვნებლად, არამედ დასაშელად, ფორმალური ქრისტიანები ვიქნებით, მართლობ რატომ ამბობ მამაო და რომ გადახედავს უფრას გარგანტუას არ ქონია ასეთი მდიდრული სუფრა. იცით რა ფრანსუა რაბლის გარგანტუა? აი ესეთია ჩვენი სამარხო სუფრა. სამარხო ტორტი, სამარხო კარგი, რა მარხვა არა, ვის ატყუებ და რა სიტყვებ თავს. ასეთმა ჯობია ჭამო სახსნილო და კონდეს სინანული. გულახდილად გეუბნები. იოარე კროსტანტელეც ამბობს მაზიარებლებზე, რომ ზოგი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ აი დიდი კანონი წაიკითხა, სულად შეასრულა, ფეხზე იდგა წირვაზე და ყველაზე არსებითი არა აქვს. სარწმუნოების დუღილი არა აქვს სოფლში. ეს არის ყველაზე არსებითი. გემოთმოყვარება, გარგანტუა სუფრა, ნაკროვანება, მემთვრალეობაც კი. აი გუშინ ერთმა დამირეკა შაბათი ახლა შემაგებებთ რომ ხსნილია, ხსნილი არის ღვინით და არა სიმთვრალე. თვრალი ეს მეორე თუ მესამედ გააკეთა და სიყვარულის ახსნა დამიწყო. ისე მიყვარხარ და ისე მე თუ გიყვარო, ჩემი ადგილი არის არა საბჭოთა კავშირი, არამედ ტაძარი. მოიადრე სავერცკის საიმს გახსოვს. ეს კი არ არის მეთქი ჩემი სუფრებზე. აი აქ ვარ ტაძარში და მოდი მეთქი და მე შევაპარე, შენ შემთხვევით ნასვამი ხო არა ხარ? კიო, მე მგონი თვალიც არ ვარ. კიო. და რა თქმა ასეთი სიყვარული. აი უბრალოდ გეკითხებით. სიყვარული ჩემი როგორც შენი მოძღვრისა, იმით აჩვენებ ქრისტეს სიტყვას რომ გასწავლი, ეცადე აღასრულო ის. ამით შენს გამართლდები და მეც გამართლებას მომიტან. დიდი იოანე ოქროპირი ამოს მithქვამს და გავიმეორებ. სულ რომ წმინდა იყოს მოძღვარი, თუნდაც ერთი სულიერი შვილებიდან, თუ ის თulis რომ ის არის სულიერი შვილი, წარწყდება ამ წმინდა მოძღვარს მასთან ერთად აგზავნის ჯოჯოხეთში. ასეთია ამბობს ოქროპირის სიყვარულის კანონი. სადაც შვილი
იქ მამა და სრულიად სამართლიანია. ამის მერე მე სულიერი შვილები ვამბობ რომ არ მყავს. როგორ მამა თავს იკეთო 47-50 წელი მგდელი ხარ არა ყავ მრევლი ყოველთვის მრავალრიცხოვანი მყავდა ღვთისწყალობით მაგრამ სულიერი შვილი დღემდე არ მყავს. ვერ ვნახე ასეთი მორწმუნე. თვითონაც ხონდეს და მეც მაცხოვროს ყოველ შემთხვევაში არ წარწმიდოს არ დამღუპოს. არ გადამიყოლოს ჯოჯოხეთში. საწმედა რომ მიდოდეს შემოსაყვარელო განა ამ მდგომარეობაში ვიქნებოდი შეზღუდვებში, მოთმინებაში, მომჭირნეობაში და უყვაზე ადვილი რა არის გააღე ეკლესიის კარი გადი გარე და დაღუპული ხარ უკვე აი რუსთაველზე რო გახვარ და ასე შემდეგ ადრე გითხარით ერთი ორი ამიჯახდა აი აქეთ ერთი მათგანი მარინე ნუ პირდაპირ შემომხება ეს იგი რაო აპარტამანი იყუნებით რაო ამდენი წელი დავდივარ თქვენთან და სულიერი შვილიც არა ვარ მე ვთხარ ეგ კი არა ნიშნავს სულიერი შვილი იყო რომელიღაც მოდელი არჩევს ნიშნულოვანი ისე რომ ჭეშმარიტი შვილი იყო ქრისტეს იმეთქი და ამას გასწავლი მეთქი დაკრა ფეხი და წავიდა შენზე კარგ მოძღვარს ნახავ გავიდა 2-3 წელიწადი და მიმიხმეს ჩემო სულიერმა შვილმა მომაკვდავთან ის იყო ავთვისებიანი სიმსივნით მომიხმო და გაუხარდა როცა მივედი რომ ბოდიშის მოხდა მინდოდაო. ეხლა იცოდა რომ ავთვისებენს და დღეები ქონდა და რამოდენიმე დღეში მე შენდობა მივეცი, ჩემი წრივად. შენდობა ავიღე, წმინდა ზიარება მივეცი და დავიმშვიდო. და უცხარი მეც რომ რა თქმა უნდა აი ეს მისყალი მოიტანოს მამა გიორგი მასხურს. გამოდი რომ გული შეუწუხდა. ერთი სიტყვით ჩემოკეთილო სინანული წავიდა ამ სოფლიდან. სხვა ბევრი არა მოვიდა ბოლოს ახლა. მე ისევ დაკრა დამღალესა. 2-3 იქ ყავდა ასეთი მრევლშია. მაქვს ეს გამოცდილება. ბევრი არა თუ ცოტა იარ ბოლოს ისევ აქ მოვიდნენ. თქვენ რა გინდათ ვერ გავიგე რომელიღაც გიორგის, არჩილის, იოანეს სულიერი შვილები იყვნენ თუ ცხონება გინდათ. თუ ესეც რაღაც ტიტულატურაა. კი სახელდიდებას ბევრი ეთმასნებით, ამათ ცნობილი მღვდლისა და რა მე ნაყოფი რა გაქვთ, არც არაფერი. უფრო დაიშებით რომ სახელოვანი სულიერ მოძღვართან იყავით, არაფერი შეისმინეთ და დაიღუპეთ და მაგათ წარწმედისგან ეწეოდით. მას მოდი გავაგრძელოთ და ცოტაღა დარჩა, ამით დავასრულოთ სიტყვა. არა ძმაო ჩემო, არა. შენში არაფერი იმგვარი არ მომხდარა. ზიარების შემდგომ რამდენადაც შენში თქულიდან ვერაფერ შეიცო, მაგრამ სინათლე იგი დაგნათი შენ, ხოლო შენ კი ბრმა ხარ და არ ნათდები და ცეცხლი იგი შენზე სითბოს გამოავლეს, სული წმინდა, ხოლო შენ ცივი რჩები და ცხოვრება იგი შემოვიდა შენში, ხოლო შენ კი ვერ შეიგრძო და მკვდარი ხარ და წყალმან ცხოველმან გაიარა შენ სულში როგორც საწვი მარში, მაგრამ შენში არ დარჩა, რადგან შენში თავისთვის ღირსეული სათავსო ვერ ნახა, რათა შენ შიგნით ჩასახლებულიყო. ამიტომ თუ კი შენ ამგვარად ეზიარები ყოვლადწმიდა საიდუმლოებად უიმისო, რათა შენ სულში როგორიღაც მადლი შეიგრძნო, მაშინ ოდენ ერთი შეხედვით ეზიარები, ხოლო შენში არაფერს იგებ. აი როგორ ამბობს უფალი წინასწარმეტყველის ესაიას პირ, ვის მივხედავო მე დაბალსა გულითა. ის არც გარეგნობას უყურებს, არც გვარიშულობას, არც ჩაცმულობა, რაც მიეც მოეთ თანამდებობას, ზოგიერთს რო თავი მოაქვს. დღეს გაც სხვა არაფერი არ გექნება. ასეთებიც მინახია. წვერვალზე დიდების და ვერე ციხეში მივსულარ მასთან პარაკლისის გადასახდება. ყოფილან ასეთებიც. და დიდ სინანულში ყოფილან. და თავად უთქვამს, რომ საჟელი კი არ არის მე რო აქვარო. ეს არის დიდი წყალობა. მე რომ აქ არ კაცრი რეჟიმის ციხეში იყო. მე რომ აქ არ მოხვედრილიყავი, არასდროს არ მექნებოდა სინანული. პირიქით კიდევ უფრო დაბრმავდებოდი და მეცოდვას დავიდებოდი და მადლობდა გულითადა. აი როგორი უნდა იყოს თვითშეგრძნება და სინანული განცდა საკუთარი ცოდვების. შენში მოკლედ არაფერს არ იღებ ასეთი ზიარებით, გულსგარეთ რომ ეზიარები. რამე თუ ვინც ღირსეულად მიეახლა, ამას საიდუმლოება და ჯეროვნად ემზადება მათში ზევთისას მისაღებად. ამაც ხოველი, ანუ ცოცხალი პურისა, რომელიც თავად ამოს მე ვარ პური, რომელიც გარდა მოხეცეცით, მათ იგი შესაგრძნობად ეხება ასეთებს.
უფალი და მით შეურევნელად უერთდება აძლევს და შესაგრძნობად განიცადონ მისი მადლიანი მომყოფნა, რომელსა ხოლოსა ქრისტე მაწყვარს ჩვენი ყოველგვარი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სული წმინდით ազდა მარადისა უკუნითიკუნი სამდი ამენ. დასასრულ სულს გულში ლოცვის ჟამს გულში მომივიდა ეს საფრთხო აზრი აი ამ ხატით მეკურთხებინეთ წირვის დასასრულს. ეს არის საიდუმლო სერობის ხატი, როგორც ხედავთ. მასში ჩაყოლებული არის იმ წმინდა მაგიდის ნაწილი, რომელსაც ქრისტემ მოციქულები აზიარა. ეს მე გამომიგზავნეს პირადად საჩუქრად. შევწირე პეტრე პავლეს ეკლესიას. დავაწერინე ხატი საიდუმლო სერობისა და ჩავასვენე ეს წმინდა ნაწილი. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ის არაფრით ნაკლები არ ხდება იმაზე, რაც მას ჟამსაშინაკ სიონის ქორეზე ქრისტემ ათხოვარმა აღასრულა ზიარების საიდუმლოება მოციქულებთან. იგივე ხდება საუკუნეების განმავლობაში წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიაში. არაფრით არ ჩამოუვარდება. და ნახეთ საყვარელო, რომ რამხელა საიდუმლოებას გვაზიარებს უფალი ღმერთი. მე მინდა ეხლა ამ ხატის მადლით და ამ წმინდა ნაწილის მადლით დაგლოცოთ თქვენ, ჩვენი სამრევლო. რათა ღმერთმა განგიმტკიცოთ სარწმუნოება, მოგცეთ გასთა ღვთისთა ცოდვათა და აღიარება სადიდებელა მამისა, დაძისა და სული საწმინდისა, ազգა მარადის და უკუნისამდე ამენ. მართალია დღეს დიდი ხუთშაბათი არ არის, მაგრამ დიდი ხუთშაბათი აგიკითხარით ყოველ ლიტურგიაზე აღესრულება. გულმა მითხრა, როგორც წინასწარ დავასვენო შუა ტაძარში, რომ აღდგომის ხატთან ერთად საიდუმლო სერობის ხატსაც ემთხვით. გადადგეს ცოტა ხანი, ხილად არ გადმოვარდეს. შენ გადადი პატარა. პროსტ. ანალოგია მომიტანე დროზე. ცოცხლა. ასევე დასვენებული აღდგომის ხატთან დავასვენეთ საიდუმლო სერობის ხატი ჩვენი წმინდა მამის, წმინდა მღვდელმოწამე თეოდორე ყველთელის ხატი. თითქოს რა მოიმოქმედა. ყირიმელი თათრები მოდიოდნენ მეფის შესაპყრობად, საქართველოს ასაოხრებლად და გზას მკითხეს მანგლისთან. და მან არასწორად უჩვენა გზა, განზრახ, ტყეში გაატარა. რომ ამასობაში დრო მისცემოდა მეფეს მოსამზადებლად, სასრაპოდ შეიკრიბა მკვირცხლად პირველი ლაშქარი და მოასწრეს მოკლედ მომზადება მეტნაკლებად და გაიმარჯვეს სამება, მეფე გადაარჩინა. რა თქვენი თქვით რა მოხდა ერთიად მეფე? მარტო მეფე კი არა, მრავალი გადაარჩინა სიკვდილს, აოხრებას საქართველოს, ქართლის, პირველ ყოვლისა ქართლახედი და თავად მან კი მოწამეობის გვირგვინი დაიდგა. როდესაც გვიან უკვე მიხვდნენ თათრები, რომ შეცდომაში შეიყვანა წმინდა თეოდორე ყველთელმა, ხმლებით აკუწეს. მირონცხებული მეფე ეს არის ეკლესიის გარე ეპისკოპოსი. მან დაიცვა ეკლესია, მისი გარე ეპისკოპოსი და თავისი ერიშვილები. ამიტომ სულ ამ პაწაწა, მაგრამ მადლმოსილი ხატით ასევე გაკურთხოთ ჩვენი სამრევლო სახელითა მამისაითა, დაძისაითა და სული საწმინდისაითა. ამენ. ազდა მარადის და უკუნითიკუნისამდე. ამენ. Შემდეგ კვირაში ორი წირვა იქნება, შაბათსა და კვირა. შაბათს იქნება შეკვეთილი წირვა გულითა და თითქოს მიცვალებულთათვის
ჩვენი მრევლი ლაშა რომ იყო ტყუპისალი, კვირას ხდება მისი 40 გარდაცვალებიდან და ძმა მithხოვა მისმა ოჯახმა გარდა მაგისა სხვა მრევლის დედის 40 ხდება, იქით სამშაბათს ეხლა კი არა, იქით ეხლა ცალ-ცალკე ამდენ შეგვეთილებს ვერ ჩავატარებ, ბუნებრივია, ამიტომ გადავწყვიტე როგორც წინამძღვარმა, რომ შაბათს მიცვალებული დღეა მეტადრე ყოველი შაბათი გარკვეული გამონაკლისების გარდა შეგვეთილი წირვა იქნება ლაშასა და იმ ადამიანის სახელზე დედის, ვინც შეგვიკვეთეს და ნებისმიერ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა და დამდეგ კვირას იქნება ასევე საქმრო ლიტურგია. წმინდა სიარება ვინც მიიღოს სამადლობელი ლოცვები მოისმინოს. დიდება ის შენ და ღმერთო, დიდება ის შენ და ღმერთო, დიდება ის შენ და ღმერთო.